ტრამპი ამჯერად გერმანიას გაებუდა. აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონი ტერორიზმისა და სამოქალაქო ომის წინაშე. მსოფლიოს მტკნარი წყლის რესურსი საგანგაშო ნიშნულზეა. როგორ შეიქმნა მესამე რაიხი, რომელმაც მსოფლიოს მხოლოდ უბედურება მოუტანა. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში გავიხსენებთ სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ცნობილი ამბავია, რომ ამერიკის პრეზიდენტი კრიტიკას ვერ იტანს. საშინლად ბრაზდება ხოლმე. სწორედ ამის გამო გაუფუჭდა მას ურთიერთობა ემანუელ მაკრონთან, კირ სტარმერთან და ჯორჯა მელონისთან. მოგეხსენებათ, იტალიის პრემიერ-მინისტრი ტრამპის დიდი მხარდამჭერი იყო, მაგრამ ურთიერთობა მათ შორის მას შემდეგ დაიძაბა, როცა მელონიმ ტრამპის კრიტიკისგან რომის პაპის დაცვას სცადა. ახლა ეტყობა გერმანიის ლიდერის ფრიდრიხ მერცის ჯერი დადგა. ამ მომრჩეველთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მერცმა ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა. კრიტიკა ირანთან კონფლიქტს ეხებოდა. მერცმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყება გაუაზრებელი და დაუგეგმავი ნაბიჯი იყო და რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ევროპასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე დაიწყო და ამ ეტაპზე გაურკვეველია ამერიკის სტრატეგია ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მერცის ამ სიტყვებმა ტრამპი სასტიკად გააღიზიანა. გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, რომლის მიმართ სრულიად არაეფექტური იყო და თავისი დანგრეული ქვეყნის მოწესრიგებას, განსაკუთრებით მიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებში. ასე უპასუხა მერცის კრიტიკას ამერიკის პრეზიდენტმა. მოგვიანებით ტრამპმა გერმანიის დასჯა გადაწყვიტა და გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების ბრძანება გასცა. ტრამპის ამ ნაბიჯმა გერმანიის მთავრობაში დაძაბულობა გამოიწვია. ამერიკის სამხედრო ძალები გერმანიაში რიცხობრივად მსოფლიოში ყველაზე დიდია. 40,000-მდე ჯარისკაცი 5 სამხედრო ბაზაზეა განლაგებული. მართალია კონტინგენტის შემცირება მხოლოდ 5,000 სამხედრო შეეხება, მაგრამ პოლიტიკურად გერმანიისთვის ასეთი უმნიშვნელო შემცირებაც მტკივნეულია. ტრამპის თქმით, ამერიკა მილიარდებს ხარჯავს გერმანიაში სამხედრო ბაზების შესანახად. გერმანია კი ამერიკას არაფერში არ ეხმარება. ტრამპი ასეთი მანევრით გერმანიას თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც დაემუქრა, თუმცა მაშინ მუქარა არ შეასრულა. ახლა მისმა გადაწყვეტილებამ პენტაგონის გააკვირვა და ევროპაც. წლის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ გერმანიაში სამხედრო ინფრასტრუქტურას გააფართოებდა. პრეზიდენტმა კი სრულიად საპირისპირო ბრძანა. ტრამპის ქმედებამ ნატოც გააოგნა და ევროპის ლიდერებიც, რომელთა აზრით გერმანიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირება ნატოს დაასუსტებს და არასწორ სიგნალს გაუგზავნის პუტინს. ტრამპის ეს ნაბიჯი ამერიკაშიც გააკრიტიკეს. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთნაირად. მათი აზრით გერმანია მუდამ ამერიკის გვერდით იდგა და ახლა ასეთ მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭება ამერიკას არ წაადგება. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსების რეაქცია ტრამპის ქმედებაზე გადაჭარბებულია, რადგან 5,000 სამხედროს გერმანიიდან გაწვევა არაფერს შეცვლის. მათივე აზრით, ახლა ამერიკას ჰაერივით სჭირდება გერმანიის მხარდაჭერა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გერმანიის ტერიტორიიდან ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ტყვია წამლის მიწოდება. მეორე მხრივ, ამერიკამ გერმანიაში ისეთი სამხედრო ინფრასტრუქტურა შექმნა, რომლის გარეშე არსებობა უკვე შეუძლებელია. ბოლოს ტრამპის მიხვდა, რომ გერმანიას ასე ადვილად ვერ დასჯიდა და ახალი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ
განაცხადა, რომ ამერიკა გერმანიაში შორმანძილზე მოქმედ ტომაჰავკის რაკეტებს აღარ განალაგებს, რაც გერმანიის თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაზე იყო გათვლილი. ტრამპის ეს ჟესტი გერმანელებისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე სამხედრო კონტინგენტის შემცირება. ტრამპი კიდევ უფრო შორს წავიდა. ახლა ის ევროპიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფების 25%-მდე გაზრდას გეგმავს. ტრამპის ამ განცხადებამ მთელი ბრიუსელი აღაშფოთა. ქალბატონ ფონ დერ ლაიენის თქმით, ტრამპი არასწორად იქცევა, რადგან ევროპამ და ამერიკამ ტარიფების საკითხში დავა დაამთავრა. მისი აზრით, თუ ამერიკა ევროპას ახალ ტარიფებს დაუწესებს, ევროპა ადეკვატურად უპასუხებს. მალიში მასშტაბური სამხედრო შეტაკებები მოხდა. რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის ჯამათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ მუსლიმინის მებრძოლებმა ნომადურ ბერბერული ჯგუფის ტუარეგების მებრძოლებთან ერთად მთავრობის სამხედრო ძალებს შეუტიეს და რამდენიმე ქალაქი აიღეს. მალი აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში საჰელის ზონაში მდებარეობს, რომელშიც გვინეა, მალი, ბურკინა-ფასო, ნიგერი და ჩადი შედის. ოქროს, სპილენძის, ურანისა და ლითიუმის საბადოებით გამორჩეულ ამ რეგიონს დიდი გეოპოლიტიკური წონა აქვს. 1960 წლამდე მალი საფრანგეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იქ ფრანგების გავლენა გაგრძელდა. მალიში, როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში, დემოკრატიული წყობა მყიფე იყო, რის გამოც ხშირად ხდებოდა გადატრიალება. 21 საუკუნის დასაწყისიდან საჰელის ზონაში ისლამური ტერორისტული ჯგუფები მომძლავრდა. გაეროს მონაცემებით, მათ მიერ ჩადენილ ძალადობათა რიცხვით ეს რეგიონი მსოფლიოში პირველია. ტერორისტული ჯგუფებიდან ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ალ-ყაიდას მიერ შობილი ორგანიზაცია ჯამათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ მუსლიმინია. ტერორიზმთან ბრძოლაში მალის და რეგიონის სხვა ქვეყნებს დასავლეთი ეხმარებოდა. საჰელის ზონაში ევროკავშირს საფრანგეთის ლიდერობით ტერორიზმთან ბრძოლის სამხედრო მისია ჰყავდა დისლოცირებული. 2012 წელს მალიში სეპარატისტული ომი გაჩაღდა. ჩრდილოეთ მალიში მცხოვრები ბერბერთა ტომის ტუარეგები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. 2020-დან 23 წლამდე საჰელის ზონის თითქმის ყველა ქვეყანაში გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის მართვის სათავეში გენერლები მოვიდნენ. რუსეთმა მათ სამხედრო დახმარება შესთავაზა. რუსეთთან თანამშრომლობის გამო ამ ქვეყნებს დასავლეთთან ურთიერთობა დაეძაბათ. 2022 წელს მალიმ და საჰელის ზონის სხვა სახელმწიფოებმა ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან, სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა გაწყვიტა. რუსეთმა ხუნტის დასახმარებლად რეგიონში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი გაგზავნა, რომელიც ბოლოს რუსეთის აფრიკულ კორპუსად იქცა. მან საჰელის ზონის 5 ქვეყანაში სამხედრო ძალები განალაგა. 2024 წელს აფრიკის 3 ქვეყანამ მალიმ, ბურკინა-ფასომ და ნიგერმა სამხედრო ალიანსის სახელმწიფოთა კონფედერაცია შექმნა, რომელმაც ვექტორი რუსეთისკენ მიმართა. შესაბამისად, კრემლმაც დაიწყო მათი გაძლიერება შეიარაღებითა და სამხედრო კონსულტანტებით. რუსეთს ამ რეგიონში 2 მიზანი აქვს: დასავლეთის გავლენის დასუსტება და აფრიკის წიაღისეულის გამოყენებით ფინანსური მოგება. ახლახანს მალის სამთავრობო არმიამ რუსეთის აფრიკულ კორპუსთან ერთად მარცხი განიცადა. მალის მთავრობისთვის ყველაზე მტკივნეული მათი თავდაცვის მინისტრის ლიკვიდაცია აღმოჩნდა. ის სამხედრო ხუნტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მინისტრი 25 აპრილს დანაღმული სატვირთო ავტომობილით, რომელსაც კამიკაძე მძღოლი მართავდა, თავისივე სახლში ააფეთქეს. ეს მარცხი რუსეთის
აფრიკული პოლიტიკისთვის სერიოზული დარტყმა. ახლა კითხვა ასე ისმის: ჩაეფლობა თუ არა მალი სამოქალაქო ომში? დასავლეთს კი გაუხარდა რუსეთის დასუსტება, მაგრამ ისლამური რადიკალების გაძლიერება მათ კატეგორიულად არ აძლევს ხელს. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მალისა და საჰელის ზონის სხვა ქვეყნების მთავრობებს დაუახლოვდეს. მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ მთავრობებთან, როგორც დიქტატორულ მმართველობასთან ურთიერთობა მთლიანად გაწყვიტა. ტრამპის ადმინისტრაცია ახლა რეგიონთან ურთიერთობაში დამოკიდებულებას ცვლის და რეალ პოლიტიკის გატარებას ცდილობს. ტრამპის ადმინისტრაციას არ აინტერესებს ადამიანის უფლებების დაცვა ან დემოკრატიული პროცესები. მათ ამ რეგიონში მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს: ის უნდა იყოს ისლამური ტერორიზმისგან თავისუფალი. სწორედ ამიტომ დაიწყო ტრამპის მთავრობამ ბაიდენის დროს ჩატეხილი ხიდების აღდგენა. ხმელეთის 70% წყლითაა დაფარული, რომლის 97% ოკეანეებსა და ზღვებშია თავმოყრილი და შესაბამისად მარილიანია, ანუ სასმელად უვარგისი, რადგან მარილის შემცველობა წყალში მეტისმეტად ბევრია იმისთვის, რომ ორგანიზმმა გადაამუშავოს. მხოლოდ დანარჩენი 3%-ია მტკნარი, ანუ სასმელად გამოსადეგი წყალი. წყლის მარაგის ამ 3%-ზეა დამოკიდებული პლანეტის მოსახლეობა. ამიტომაა, რომ წყლის დეფიციტი მწვავედ აღიქმება მსოფლიოში. დეფიციტი კი არათანაბრადაა განაწილებული. ზოგი ქვეყნისთვის სასმელი წყლის დეფიციტი არ არსებობს. ზოგს კი ეს პრობლემა საშინლად აწუხებს. ამ ბოლო დროს მსოფლიოს ახალი თავისტკივილი გაუჩნდა. კერძოდ, ხდება მტკნარი წყლის გამლაშება. ანუ მტკნარ წყალში მარილის კონცენტრაცია მატულობს და შედეგად წყალი დასალებად უვარგისი ხდება. ამ პროცესს არაერთი მიზეზი აქვს. ცხელ რეგიონებში წყლის ინტენსიურად მოხმარება იწვევს ნიადაგში მარილების დაგროვებას და ნიადაგის გამორეცხვას მიწისქვეშა წყლებითა და წყალსაცავებში დაგროვილი წყლით. წყლის დაბინძურება სხვადასხვა ქიმიური რეაგენტებით ასევე იწვევს წყლის უვარგისობას, მაგრამ მტკნარი წყლის გამლაშების მთავარი მიზეზი მაინც ამ წყლებში ზღვის წყლების შეღწევაა. კლიმატის ცვლილების გამო ზღვის დონე მთელი დედამიწის ზურგზე მაღლა იწევს, რის გამოც ზღვის წყლები მტკნარ წყლებში აღწევს და მტკნარი წყალი თანდათანობით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარილიანდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დამანგრეველ შედეგებს იწვევს. წყლის პრობლემა ყველაზე მეტად გეოგრაფიულად დაბლობ ქვეყნებში იგრძნობა, მაგალითად ვიეტნამში, ბანგლადეშში და აფრიკის ქვეყნებში. მოვლენა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებსაც ემუქრება, მათ შორის შეერთებულ შტატებს, მაგალითად ფლორიდის ზოგიერთ მდინარეში მარილების კონცენტრაციამ საგრძნობლად იმატა. ასეთივე მდგომარეობა ლუიზიანას შტატში, სადაც დასალევი წყალი საგრძნობლად მარილიანი გახდა. 2023 წელს ამის გამო ლუიზიანას გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მდგომარეობა მსოფლიო მასშტაბით რთულდება. სერიოზული კრიზისის მოლოდინში მეცნიერები უკვე განგაში ზარებს რეკენ. მათი უახლესი მონაცემებით 2100 წლისთვის ხმელეთის 77% ამ პროცესის ზეგავლენის ქვეშ იქნება. ექსპერტების აზრით, წყლის პრობლემასთან ბრძოლა კომპლექსური უნდა იყოს. მაგალითად, მრეწველობაში და სოფლის მეურნეობაში წყლის დამზოგავი სისტემების დანერგვა, ზღვის წყლის გამტკნარების სისტემების ფართო გამოყენება, როგორც ეს ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ხდება. ასევე წყლების დაბინძურებასთან ფართო მასშტაბიანი ბრძოლა და მიწისქვეშა წყლების კონტროლი დიდად შეუწყობს ხელს ამ ბრძოლას. ნაცისტური გერმანია მესამე რაიხის, ანუ
მესამე იმპერიის სახელით შევიდა ისტორიაში. გერმანელები პირველ რაიხს რომის საღვთო იმპერიას უწოდებდნენ. ბისმარკის დროინდელ გერმანიას კი მეორე რაიხს. ნაცისტები ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხად მონათვლით თავიანთი თავის ძველი გერმანიის მემკვიდრედ აღიარებას ცდილობდნენ. მათი წარმოდგენით მესამე რაიხი მუდმივად უნდა არსებულიყო. ნაცისტების ქვეყნის სათავეში მოსვლა პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ განაპირობა. ომამდე დიდებისა და ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი გერმანია მსოფლიოში მეორე ეკონომიკური და სამხედრო ძალა იყო. გერმანიას, როგორც ევროპის სხვა დიდ ქვეყნებს, მთელ მსოფლიოში ჰქონდა კოლონიები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კი მისი დიდებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. არც არმია, არც ეკონომიკა, არც კაპიტალი, არც კოლონიები და არც სამყაროს თავის ნებაზე გარდაქმნის უნარი. ომის დროს გაქრა გერმანიის იმპერიაც. ომში წაგების გამო გამარჯვებულმა ქვეყნებმა გერმანიას უზარმაზარი რეპარაციები დაუწესეს, რაც უმძიმეს ტვირთად დააწვა ისედაც მოშლილ გერმანულ ეკონომიკას, მაგრამ იყო პოზიტივიც. გერმანიამ დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა მოახერხა. 1918 წელს გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკა დაარსდა. ამ სახელს დემოკრატიული გერმანია კონსტიტუციური კრების პატივსაცემად ატარებდა, რომელიც ქალაქ ვაიმარში გაიმართა. ვაიმარის რესპუბლიკის პოლიტიკურ ელიტას ცენტრისტული ძალები, სოციალ-დემოკრატები და კონსერვატული ცენტრის პარტია წარმოადგენდა, მაგრამ ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას ხელს ერთნაირად უშლიდა მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალური პარტიები. მემარცხენე რადიკალური ფლანგის ლიდერი გერმანიის კომუნისტური პარტია იყო, რომელსაც ძლიერი და ქარიზმატული პოლიტიკოსები კარლ ლიპკნეხტი, როზა ლუქსემბურგი და ერნსტ ტელმანი ედგნენ სათავეში. მემარჯვენე რადიკალურ ფრთას დასაწყისში რამდენიმე პარტია იყოფდა. მოგვიანებით ამ ფრთის უდავო ლიდერი ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა. ორივე რადიკალურ ფრთას თავისი გასამხედროებული დაჯგუფებები ჰყავდა. როგორც თავადვე ამბობდნენ, ეს რაზმები მათ პოლიტიკოსებს იცავდა, თუმცა სინამდვილეში ისინი მოსახლეობაზე ზეწოლის მიზნით იყვნენ შექმნილი. ახალი სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტები იმ დროს იმდენად სუსტი იყო, რომ ამ რაზმებს ვერც აკონტროლებდა და ვერც კრძალავდა. წლიდან წლამდე გერმანიის მოსახლეობაში რადიკალური მემარჯვენე ძალები პოპულარობას იკრებდა, რის მიზეზი საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ძირითადად მათი აღზევება გერმანიაში ბოლშევიკური ძალების მიმართ შიშმა გამოიწვია. 1917 წლის ოქტომბრის რუსულმა რევოლუციამ დიდი შიში და ძრწოლა დათესა ევროპაში. ევროპელები ხედავდნენ თუ როგორ უსწორდებოდნენ ბოლშევიკები ეკლესიასა და არისტოკრატიას. სწორედ შიშის ფონზე იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ავანსცენაზე ფაშისტური პარტიები გამოჩნდა. გერმანიაში მათი იდეოლოგია მკვეთრად ანტისემიტური იყო. ისინი ებრაელებს პირველი მსოფლიო ომის წაგებაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, რადგან რუს ბოლშევიკთა შორის ბევრი ებრაელი იყო, შეთქმულების თეორიის სხვა ვერსიაც გაჩნდა. ამ ახალგაჩენილი თეორიის მიხედვით, ბოლშევიკური რევოლუცია ებრაელებმა ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის გასანადგურებლად მოაწყვეს. გერმანიის ანტისემიტურ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე გამორჩეული გერმანული ოკულტური და პოლიტიკური საზოგადოება ტულე იყო, რომელიც ხაზგასმით რასისტული და ანტისემიტური იდეოლოგიით იყო გამსჭვალული. ამ საზოგადოების იდეოლოგიაზე დიდი გავლენა მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკაში მცხოვრები რუსი თეოსოფოსისა და ოკულტისტის ელენა ბლავატსკაიას აზრებმა იქონია. საზოგადოების წევრებს მიაჩნდათ, რომ არიელები ფლობდნენ საიდუმლო ცოდნას, რომლის შეძენა
ჯადოსნური რიტუალების გავლით შეიძლებოდა. ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის დამაარსებლები ამ საზოგადოების წევრებიც იყვნენ. ეს პარტია 1919 წლის თებერვალში შეიქმნა, რომელსაც თავიდან გერმანიის მუშათა პარტია ერქვა. ერთი წლის შემდეგ მუსოლინის პარტიის მიბაძვით მას სახელი გადაარქვეს და ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია დაარქვეს. მისი დამაარსებლები იყვნენ რადიკალი ანტონ დრექსლერი, ჟურნალისტი კარლ ჰარერი, დრამატურგი დიტრიხ ეკარტი და ეკონომისტი გოტფრიდ ფედერი, რომლებმაც ძალაუფლება და გავლენის სფეროები ერთმანეთში გაინაწილეს. დრექსლერი პარტიის ლიდერი იყო, ფედერი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს განაგებდა. ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგი კი ეკარტი იყო. პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი დაარსებიდან ერთ წელიწადში ადოლფ ჰიტლერი გამოჩნდა. მაშინ პარტიის ლიდერები ახალ ნიჭიერ სახეებს ეძებდნენ. 1919 წლის შემოდგომაზე დრექსლერს ადოლფ ჰიტლერი გააცნეს. ჯერ კიდევ უცნობი ჰიტლერი პარტიის ერთ-ერთ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და დრექსლერი აღაფრთოვანა. ჰიტლერი მჭერმეტყველების დიდი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მას მსმენელთა მოჯადოება შეეძლო. დრექსლერმა მალე ჰიტლერი პარტიის პოლიტბიუროში შეიყვანა. ანტისემიტი ეკარტი ჰიტლერს განსაკუთრებულად დაუახლოვდა და ის გერმანიის დიდგვაროვან წრეებში შეიყვანა. მანამდე ჰიტლერს არავინ არ აქცევდა ყურადღებას. ის ერთი უბრალო ავსტრიელი ეფრეიტორი იყო უმაღლესი განათლების გარეშე. ჰიტლერი ეკარტის ანტისემიტური იდეოლოგიის მხურვალე მხარდამჭერი გახდა. მან პარტიის შიგნითაც და გარეთაც დიდი გავლენა მოიპოვა და კონკურენტების ჩამოშორება შეუდგა. 1920 წლის 24 თებერვალს ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ მიუნხენის ცნობილ ლუთხანაში ჰოფბროუჰაუსში პარტიის დიდი შეხვედრა მოაწყო, რომელზეც პარტიის პროგრამა სახელწოდებით 25 პუნქტი გაჟღერდა. ჰიტლერის, დრექსლერისა და ფედერის მიერ დაწერილი ეს პროგრამა ნაციონალისტური, ანტისემიტური და რევიზიონისტული იდეებით იყო გაჟღენთილი. 1921 წლის ივლისში ჰიტლერსა და პარტიის ლიდერს დრექსლერს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც ჰიტლერმა პარტია დროებით დატოვა და თავის მხარეზე პარტიის პოლიტბიუროს წევრების გადმობირება დაიწყო. მიზნის მისაღწევად შანტაჟთაც არ ერიდებოდა. 3 კვირის შემდეგ დრექსლერი დანებდა და პარტიის ლიდერად ადოლფ ჰიტლერი აირჩიეს. იმ დროს ნაცისტებიც და კომუნისტებიც სახელმწიფო გადატრიალების გეგმებს ამზადებდნენ. 1923 წლის სექტემბერში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შესახებ გერმანელმა კომუნისტებმა გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი გერმანიის ყველა კუთხეში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას შეეცადნენ. მაშინ კომუნისტებს 60,000-ზე მეტი შეიარაღებული კაცი ყავდათ თავის რაზმში, მაგრამ მოხდა ისე, რომ გადატრიალების გეგმამ გაჟონა და მთავრობამ რევოლუციის მცდელობა ალაგმა. მხოლოდ ჰამბურგში ერნსტ ტელმანის სამშობლოში მოხდა სერიოზული სამხედრო შეტაკება, მაგრამ მთავრობამ აქაც ხისტი ძალის გამოყენებით აჯანყება ჩაახშო. კომუნისტური რევოლუციის შახშობიდან 2 კვირის შემდეგ ნაცისტებმა სცადეს თავიანთი გეგმის განხორციელება. გადატრიალების ეს მცდელობა ისტორიაში ლუდის პუტჩის სახელით შევიდა, რადგან მთავარი მოვლენები მიუნხენის ერთ-ერთ ცნობილ ლუთხანაში განვითარდა. ლუდის დარბაზში პუტჩისტებმა გერმანიის მთავრობის გადაყენება და ხელისუფლების მათ ხელში გადასვლა გამოაცხადეს. ლუდის პუტჩის ორგანიზატორებს ბავარიის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ჯარის სარდლობის დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ბავარიის რაიხსვერის სარდალმა გენერალმა ლოსოვმა პუტჩისტების დახმარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. პუტჩისტებმა მხარდაჭერა ვერც მოსახლეობისგან და ვერც ჯარისგან ვერ მიიღეს, ამიტომ მათი დამარცხება ადვილად მოხერხდა. ბუნტის შახშობიდან რამდენიმე დღეში
გადატრიალების მცდელობის თითქმის ყველა ლიდერი დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. ჰიტლერს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ გავლენიანმა პირებმა ის 1 წელიწადში გაათავისუფლებს. აქ შევჩერდები და ამ საინტერესო ამბის თხრობას ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე განვაგრძობ. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, სად გავჩერდით. ახლა კი მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ. ნახვამდის.